მოგესალმებით კოლეგებო, დღეს ერთი საკითხი გვაქვს გასახილველი, მე ვთხოვ ჩვენს კოლეგას ბატონ ირაკლეს დღევანდელი ხდომა წაიყვანოს. მოგესალმებით. დღეს წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი. ვთხოვ დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. ერთი საკითხი გვაქვს, ეს არის პარლამენტის წევრების ბატონ შოთა ბერიკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ლევან მაჭავარიანის, ჩემი და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტი საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელია ბატონ შოთა ბერიკაშვილი, გთხოვთ ბატონ შოთა მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონ პროექტს საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონ პროექტი მეორე მოსმენით გადის და გავიაროთ მუხლებრივად. თუ შეიძლება მუხლი პირველი. მუხლი პირველი ცვლილებები არ განხორციელებულა. არ არის მუხლი მეორე. აქაც ცვლილებები არ განხორციელებულა. მუხლი მესამე. აქაც ცვლილებები არ განხორციელებულა. მაშინ თუ არის კითხვები, თუ არა და კითხვის ნიშნის გარეშე დავყენოთ. კიდევ ერთხელ კომენტარს გავაკეთებ, რომ აღნიშნული კანონ პროექტის შესაბამისად ჩქაროსნული გზებზე 100 მეტრიანი რადიუსი იცვლება და 200 მეტრიანი რადიუსი განისაზღვრება, სადაც აღსრული ხელისუფლება გასაზღვრავს თუ რა ტიპის საქმიანობა იქნება დასაშვები. ეს ყოველივე უნდა შეთანხმდეს გზების პატრონისთან, ასე ვთქვათ. კი ბატონო, კარგით, დაუჭიროთ მაშინ მხარი. დიდი მადლობა. ამით კიდევ იქნება ერთი კომიტეტი დღეს მესამეს. მადლობა.